იტყვით, სათქმელი უნდა ვთქვათ, აუცილებლად, რა ხდება ამ სიტყვის თქმა, მართალი სიტყვის თქმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემო ქართველებო და სადაც შეგეძლებათ, სოციალური ქსელი იქნება, ეს იქნება ურთიერთობები, სამეზობლო თუ რამე, უნდა ვთქვათ სიმართლე, რაც ხდება ეს სინამდვილეში. ეს დისკომფორტს უქმნის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და შესაძლებელია თუ იმეს კარიერას ფიქრობთ, სიმართლის ლაპარაკის გამო საერთოდ სამსახურები დაკარგოთ. ეს შესაძლებელია, მაგრამ მე იმ ხალხს მინდა ველაპარაკები და იმ ხალხს მიმართავ, ვისთვისაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტად ღირს, ვისთვისაც ქართულად ლაპარაკი, ქართულად ლოცვა სულზე მეტი ტკბილი როა. იმ ადამიანებს მოგმართავთ, ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ იმ ადამიანებს. ერთმანეთი უნდა იპოვოთ, რატომ? იმიტომ რომ ერთია, როდესაც რაღაცას ამბობ ძვირფასო, ეს კარგია. მაგრამ მეორეა, როდესაც ამას ორგანიზებულ ფორმაში ამბობ. ჩემთვის უდიდესად სასიხარულოა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენი არსებობა. მაგის გამო ვდგავარ მე თქვენს გვერდით, არაერთ გზის მithქვავს და თქვენთვის კი არ მithქვავს სინამდვილეში საზოგადოებას ვეუბნები. რატო ვარ კონსერვატორებთან, მამა სპირიდონი? იმიტომ რომ ეს არის ორგანიზებული ძალა, რომელიც ძალას ორგანიზებულად ქართული ეთნოსის გადარჩენის მოტივი ცხოვრობს. იმიტომ რომ ხალხი ვისაც ვიცნობ მე ადამიანებს, უბრალოდ ის კი არ არის თქვა რაღაც ინტერესი, ერთადერთი ინტერესი გვაქვს ყველას, არა გადავშენდეთ, არა მოუწყდეთ და ეკლესია ჩვენი ქართული ლოცვა ისმოდეს მომავალში და მომავალი თაობა იყოს გაზრდილი, არა თქვა უცხოეთიდან თავს მოხვეული იდეოლოგიებით, არამედ ქართული იდენტობით გაიზარდოს, ქართული ვაჟკაცობის საფუძველზე გაიზარდოს მომავალი თაობა და რა თქმა უნდა სულიერებით, ზნეობრივი ნორმებით იზრდებოდეს მომავალი თაობა. ამას ვხედავ და იმიტომ ვდგავარ თქვენს გვერდით და ესეთი ჩვენი ერთობა დარწმუნებული ვარ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, შედეგს დადებს. შეიძლება დროში გაგვეწელოს, იმიტომ რომ არც ფინანსები გვაქვს, არც საინფორმაციო საშუალებები გვაქვს, რაღაც ძალაუფლების რაღაც ფორმით და ფინანსების, საინფორმაციო საშუალებების ყველაფერი ძალაუფლებას ნიშნავს. არ გაგვაჩინია, მაგრამ ერთადერთი რაც ჩვენ გვაქვს შეიარაღებაში და მათ არა აქვთ, ეს არის სამშობლოს განცდა და მის მიმართ სიყვარული. ასე რომ მეგობრებო, ბრძოლა და ბრძოლა ოღონდ გვახსოვდეს. არა მარტო ემოციური, არამედ გონივრული ბრძოლა და ნაბიჯი ქმედება ჩვენი საბოლოო გამარჯვებისთვის. მადლობა მოსმენისთვის.